2021 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 21. L სიგრძისა და M მასის ერთგვაროვან ბერკეტს საყრდენი ბოლოდან L მესამედ მანძილზე აქვს. ბერკეტი გაწონასწორებულია მის მოკლე ბოლოზე დაკიდებული M მასის ტვირთით. განსაზღვრეთ ამ ტვირთის მასის შეფარდება ბერკეტის მასასთან, გვიკითხებიან. ესე იგი, მოცემული გვაქვს ჩვენ რა? თვითონ ბერკეტის სიგრძე L, აგრეთვე ბერკეტის მასა M, აგრეთვე დაშორება საყრდენი ბოლოდან ბრუნვის ღერძამდე, რომელიც L მესამედის ტოლი არისო, და ტვირთის მასაც აგრეთვე მოგვითხრეს, რის ტოლია, ეს არის პატარა ტოლი, და გვეკითხებიან ტვირთის მასის შეფარდებას, ესე იგი M-ის შეფარდებას ბერკეტის მასასთან. კარგით, მოდით ახლა ამას ცოტა გავადიდებ ასე. რადგან ამას გვითხრეს მთლიანად ბერკეტის სიგრძე L-იაო, შესაბამისად აი ეს გვიქნება L-ის ტოლი, აი ეს მთლიანად, აი ეს მანძილი, არის L-ის ტოლი. ბერკეტი ერთგვაროვანიაო, შესაბამისად, მასათა ცენტრი გვიქნება ცენტრში და ამ ცენტრზე იმოქმედებს სიმძიმის ძალა mddg. აგრეთვე ამ პატარა ტვირთზე იმოქმედებს m პატარა მასის ტვირთზე იმოქმედებს m პატარა g სიმძიმის ძალა და თვითონ აი ეს მანძილიც, მოდი ავუნიშნოთ, აი ეს მანძილი, აქედან აქამდე მანძილი რამდენის გვექნება, მთლიანი L არის, შესაბამისად ეს იქნება L ნახევარი, ხო, L ნახევარი. ანუ და აი ეს მანძილი კიდე რამდენი გამოგვდის? ახლა ჩვენ ეს მანძილი გამოგვივა მთლიანი L ნახევარს გამოკლებული L მესამედი. ნუ ეს კიდე ტოლი არის L მეექვსედის. ანუ აი ეს ტოლი ყოფილა L მეექვსედის. და ჩავწეროთ ახლა მომენტების წესი. M1 დამატებული M2 ტოლი უნდა იყოს 0-ის. ხო, კარგით, ახლა მოდით ბრუნვა პირობითად ავიღოთ, დავუშვათ. საათის წინასწარმეტყველო მიმართულება ავიღოთ დადებითი ნიშნით. საათის წლის მიმართულებით უნდა ავიღოთ უარყოფითი ნიშნით. შესაბამისად M1-ისთვის იქნება mg გამრავლებული ძალის მხარზე, mg ძალის მხარზე, რომელიც ესე იგი მანძილზე ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე, რომელიც ტოლი არის პირველ შემთხვევაში L მესამედის. ეს ავიღოთ დადებითი ნიშნით, რადგანაც ამ შემთხვევაში ეს ძალა ტვირთს აბრუნებს, ეს ძალა ამ ძალის ბრუნვა განიხილება საათის წინასწარმეტყველო მიმართულებით, ხოლო ამ ძალის ბრუნვებელი მომენტი ამ შემთხვევაში უარყოფითად გვაქვს აღებული, შესაბამისად აქ შეგვიძლია დავწეროთ მინუს mddg გამრავლებული მანძილზე, ამ შემთხვევაში მანძილზე ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე არის ამ შემთხვევაში m6-დი, ეს ტოლი არის 0-ის და რა გვექნება ახლა? ჩვენ აქ შეგვიძლია g-ები შევკვეცოთ და გვექნება აქედან m13-ის მინუს m6-დი უდრის 0-ს, საიდანაც m13-ს მინუს უდრის m6-ს, ესენიც შევკვეცება, აქ დაგვრჩება 2, აქ 1, ანუ გამოვდის, რომ m პატარა უდრის m დიდის ნახევარს, საიდანაც m დიდი ტოლი ყოფილა m პატარა m დიდი ტოლი ყოფილა 2m-ის, თუმცა ეგ არ გვჭირდება, აქედან პირდაპირ შეგვიძლია გავსაზღვროთ m პატარის შეფარდება m დიდთან, ტოლი არის 1/2-ის, შესაბამისად, პასუხი იქნება